საუკუნეების მანძილზე ომარ ხაიამი ცნობილი იყო როგორც წარმატებული მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი. მისი როგორც პოეტის წარმატება მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, როცა მისი ლექსები ევროპულ ენებზე ითარგმნა. ხაიამის პოეზია სკეპტიციზმსა და სამყაროს მიმართ იმედგაცრუებაზეა აგებული. გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია. სიმშვიდე გაჰქრა, კაიშანში ყოფნა ძნელია. დიდება უფალს რადგან ქვეყნად ნაღვალი მაინც სახვეწი არ მაქვს. წერდა სპარსი პოეტი ომარ ხაიამი. მისი სრული სახელია ყიას ედ-딘 აბულ-ფათ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი, რაც ნიშნავს ოსტად ხელოსანს შვილს იბრაჰიმისას. ომარ ხაიამის დაბადების თარიღს 1058 წლის 18 მაისის დადგენაში მკვლევარებს ჰოროსკოპი დაეხმარათ, რომელიც ისტორიკოსმა აბულ ჰასან ალბაი ხანმა შეადგინა. იგი ხაიამს პირადად იცნობდა. გენიალური პოეტის ბავშვობაზე თითქმის არაფერია ცნობილი. იგი სავარაუდოდ ნიშაპურში დაიბადა. ეს დიდი ქალაქი ირანის აღმოსავლეთით საქარავანო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა, რომელიც ბიბლიოთეკებითა და სკოლებით იყო განთქმული. 17 წლის ასაკში ხაიამმა კარგად იცოდა ისტორია, ფილოსოფია, მედიცინა, ფილოლოგია და მუსიკა. ასევე შეისწავლა არაბულ ენაზე ნათარგმნი ძველი ბერძენი მოაზროვნეების ნაშრომებიც. პირველი მათემატიკური ტრაქტატი ომარ ხაიამმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაწერა. ტრაქტატში შედიოდა ის ფორმულაც, რომელსაც საუკუნეების შემდეგ ნიუტონის ბინომი უწოდეს. 26 წლის ომარ ხაიამი ისპაჰანში თურქ-სელჩუკთა სულთან მალიქ შაჰთან მიიწვიეს. იგი სულთანის ამალაში შედიოდა და წინასწარმეტყველ ასტროლოგად ითვლებოდა. შაჰის დავალებით 22 წლის მანძილზე იგი ისპაჰანის ობსერვატორიას მეთაურობდა. ხაიამმა შექმნა ყველაზე სრულყოფილი კალენდარი, რომელიც დღემდე მოქმედ გრიგორიანულ კალენდარს დიდი სიზუსტით უახლოვდება. თუმცა, კაცობრიობის წინაშე ომარ ხაიამის მთავარი დამსახურება არის მისი უკდავი რობაი, რაც არაბულად 4 სტრიქონეთს ნიშნავს. ფილოსოფიური ლირიკის ეს ჟანრი ძველი სპარსული სიმღერებიდან გაჩნდა. ხაიამის მოკლე სტროფებში ჩაქსოვილია ღრმა ფიქრები და ძლიერი მხატვრული ენერგია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პოეტური აზრები ანტიკური ლექსების მსგავსად ერთი რობაიდან მეორეში გრძელდებოდა და ერთ ლექსს ქმნიდა. ხაიამის პოეზიაში სუფიზმის ელემენტებიც არის. ისლამის ამ მისტიკური მიმართულების მიმდევარი თავად პოეტიც იყო. სუფიზმი შინაგან და ფსიქოსულიერ განზომილებას გულისხმობს. საიდუმლო სუფისტურ ენაზე სატრფო ღვთაებას, ხოლო სიმთვრალე მისტიკურ ექსტაზს ნიშნავს. თუ რობაის სუფიზმის მიხედვით წავეკითხავთ, ეს უბრალოდ ლექსი კი არა, თეოლოგიური ტრაქტატი იქნება. ხაიამი თავმდაბალი და მორიდებული ადამიანი იყო. ხალხთან იშვიათად ურთიერთობდა და განმარტოვება უყვარდა. ლეგენდის თანახმად, როცა მალიქ შაჰმა ნიშაპურის მმართველობა შესთავაზა, პოეტმა უპასუხა: არ მინდა ვმართო ხალხი, ვუბრძანო და აუკრძალო. სურთ ჩემი გონება მეცნიერებას მიუძღვნა, რომელიც ადამიანებს სარგებელს მოუტანს. სიცოცხლის ბოლო წლებში ომარ ხაიამს იცნობდნენ არა მხოლოდ როგორც მათემატიკოსსა და ასტრონომს, არამედ იგი თავისუფალ მოაზროვნედაც ითვლებოდა. მისი ფილოსოფიური ხედვა ისლამის მიმდევრების გაღიზიანებას იწვევდა. ხაიამის დამოკიდებულება სასულიერო პირებთან ისე გაუარესდა, რომ ხანში შესული პოეტი იძულებული გახდა მექაში მომლოცველად სასულიყო, საიდანაც სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. ომარ ხაიამის თანამედროვეების გადმოცემით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პოეტს ცუდი ხასიათი ჰქონდა. წიგნების შექმნასა და სწავლებაში ძუნწოვდა. მრავლის მცოდნე მეცნიერი და ბრძენი პოეტი ომარ ხაიამი მშობლიურ ნიშაპურში 1121 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მადლიერმა შთამომავლობამ მას მავზოლეუმი აუგო, რომელიც არაბულ სამყაროში ყველაზე ლამაზად ითვლება. გარდაცვლილ ხაიამზე მისმა თანამოაზრემ ეს სიტყვები დაწერა: არსად უკიდეგანო სამყაროში მისი მსგავსი ადამიანი არ ყოფილა.